გამარჯობა. მე ნატალია ვარ და დღეს გაგიზიარებ ჩემს საყვარელ მეთოდს ინგლისური ენის სასწავლად. ეს მეთოდი ბევრს არაფერს მოითხოვს შენგან. უბრალოდ უნდა მოკალათ და შენთვის საყვარელ სავარძელში, შეგიძლია მეგობრებიც დაპატიჟო, შეგიძლია მარტო უყურო, თავარია ჩართო შენი საყვარელი სერიალი ორიგინალ, ანუ ინგლისურ ენაზე. ამ ვიდეოში გაგიზიარებ ჩემს საყვარელ სიტკომებს, რომლებიც ინგლისური ენის სწავლაში დაგეხმარება. დავიწყოთ A1, A2 დონით. მეილი, მკაფიო დიალოგების მოსმენა და ყოველდღიური ლექსიკა გჭირდება. საწყის ეტაპზე მინდა გირჩიოთ სერიალი, რომელმაც მსოფლიო ორ ნაწილად გახლიჩა. ერთი ნაწილი ამბობს, რომ ყველაზე მაგარი სერიალია, ყველაზე კომფორტული შოუ, ხოლო მეორე ნაწილს დასანახად ეზიზღება. მე რაც შემეხება, მე მეორე ბანაკში ვიყავი და ნელ-ნელა პირველში გადავედი. ოღონდ წარმოდგენა არ მაქვს რატომ. დაახლოებით 5-6 ჯერ ვცადე ამ სერიალის ყურება, ძალიან არ მომეწონა და ერთ დღესაც როცა უნივერსიტეტიდან სახლში დავბრუნდი, Netflix-ზე უბრალოდ რაღაცებს ვეძებდი და აღმოვაჩინე Friends-ი. ჩავრდე თავიდან და ჩემი უსაყვარლესი სერიალი გახდა. ინგლისური ენის სწავლის მსურველებს Friends-ის ყურებას იმიტომ გირჩევთ, რომ ფარავს ყოველდღიურ ლექსიკას და ისეთ თემატიკას, როგორც არის მაგალითად სამსახური, მეგობრობა, სიყვარული და ასე შემდეგ. და რაც მთავარია დაგეხმარებათ ამერიკული აქცენტის გაუმჯობესებაში. Friends-ის შემქმნელების ერთ-ერთი მიზანი სწორედ ესეც იყო, რომ უნდა შეექმნათ ისეთი სერიალი, რომელსაც ძალიან მარტივად გაიგებდნენ სხვადასხვა გამოცდილების და სხვადასხვა ინგლისურის ცოდნის მქონე ადამიანები. ამიტომ ზუსტად თქვენთვის არის. რაც მთავარია, Friends-ის სერიები დაყოფილია 20 წუთიან ეპიზოდებად. რაც ნიშნავს იმას, რომ თუ როდესმე რაღაცას ვერ გაიგებთ, შეგიძლიათ ძალიან მარტივად გადაახვიოთ და თავიდან ჩართოთ 20 წუთიანი სერია. ასე მომობეზრებელი ნაკლებად იქნება. მეორე ამ სიაში არის ჩემი პირველი სიტკომი. სიტკომი, რომელმაც შემაყვარა საერთოდ სერიალების ყურება და ამ სიტკომს ქვია Modern Family. Modern Family გამოირჩევა პერსონაჟების განსხვავებულობით და მრავალფეროვნებით. აქ შეხვდებით ბავშვებსაც, შეხვდებით უცხოელებსაც, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს სერიალი საშუალებას გაძლევთ ყურის შეაჩვიოთ სხვადასხვა ტიპის ლექსიკას, იდიომებს და აქცენტებს. Modern Family მოკუმენტური ჟანრის სიტკომია. რაც ნიშნავს იმას, რომ თან კომედიაა და თან პერსონაჟები პირისპირ კამერაში გვესაუბრებიან. ეს კი საშუალებას გვაძლევს, რომ ვერბალურ კომუნიკაციასთან ერთად კარგად დავაკვირდეთ, როგორ გამოთქვამენ სიტყვებს და როგორ გამოხატავენ ამ სიტყვებს თვალით, პირის აპარატით და ასე შემდეგ. ძვირფასო დამწყებება. თუ გსურთ, რომ ინგლისური სწავლა სიტკომებით დაიწყოთ, პირველ რიგში გირჩევთ Modern Family-სა და Friends. ორივე სიტკომი გვთავაზობს ყოველდღიური თემატიკით დატვირთულ სიუჟეტებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დამწყებებისთვის, რათა ყური შევაჩვიოთ ლექსიკას და ნაკლებად დავიტვირთოთ თავი გრამატიკით. B1, B2 დონე. ამ დონეზე უკვე მზად ხართ სწრაფი საუბრებისთვის, იდიომებისთვის, ჟარგონებისთვის და ცოტა გრამატიკისთვის. B1, B2 დონეზე უკვე შემოგთავაზებთ სერიალს, რომელიც მე საერთოდ არ მაქვს ნანახი, თუ არ ჩავთვლით პირველ 5 სერიას, მაგრამ ყველა ჩემი მეგობრის რეკომენდაციაა და პრინციპში არა მარტო მეგობრის, არამედ თუ კი რაიმე რეიტინგი არსებობს სიტკომების, ყველგან მოწინავე ადგილს იკავებს ხოლმე. ამ სიტკომს ქვია How I Met Your Mother. თავარი პერსონაჟია ტედი, რომელიც თავის შვილებს უყვება ისტორიას თუ როგორ შეხვდა მათ დედას. რომ შევადაროთ How I Met Your Mother, თუნდაც Friends and Modern Families და თან რომ აგიხსნათ რატო გთავაზობთ უკვე B2 დონეზე, გეტყვით რომ ცოტათი განსხვავებულია სტრუქტურა, აქ ხუმრობები ძალიან ორგანულია და თვითონ სერიალშივე არ არის მოცემული სიცილი, რაც მაგალითად Friends-ის შემთხვევაში გვაქვს. ან როდესაც ხუმრობა დაიწყება, არავინ გვანიშნებს რომ ხუმრობა დასრულდა. პერსონაჟები ორგანულად არიან ერთმანეთთან კომუნიკაციაში შესულები, დიალოგები არის ცოცხალი და სწრაფი, ერთმანეთს ეჭრებიან, ისევე როგორც ყოფით ცხოვრებაში. ხო, კიდევ რაც მნიშვნელოვანია, ამ სერიალში ხუმრობები არის როგორც სპონტანური, რასაც იქვე ვიგებთ მაყურებლები, ასევე ცოტათი გრძელვადიანიც, რასაც ჭირდება დაკვირვება. მაგალითად, რაღაც მოქმედება შეიძლება დაიწყოს პირველ სეზონში და მოქმედებას ფარდა აეხადოს მეხუთე სეზონში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია უკვე დეტალებში დაკვირვება და თან შინაარსის დამახსოვრება. შემდეგი ჩემს რეკომენდაციებში არის დიდი აფეთქების თეორია. ესეც არის სიტკომი, რომელიც ბევრს არ მოსწონს, მეც არ მომეწონა პირველი 5 სერიის განმავლობაში, მაგრამ ნელ-ნელა ძალიან შემიყვარდა და ჩემთვის ერთ-ერთი კომფორტული შოუა, რომელსაც ძალიან ხშირად ვთავ ხოლმე, მაშინ როცა მარტო ჭამა მიწევს. რატომ ჩავსვი დიდი აფეთქების თეორია ზუსტად აქ?
იმიტომ რომ ცოტა უფრო მეტი გრამატიკა გჭირდებათ, რადგან შემოდის პერსონაჟი შელდონი, რომელიც არის ძალიან სწორად მოსაუბრე ადამიანი, რომლისთვისაც მეცნიერება და გრამატიკა ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, აქ უკვე გვაქვს სამეცნიერო ტერმინოლოგია და ძალიან ბევრი იდიომა და სარკაზმი. ამ სიტკომის სირთულე გაგების თვალსაზრისით იმაში მდგომარეობს, რომ გვჭირდება საბაისო ცოდნა ამერიკული კულტურის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხუმრობა დაკავშირებულია მაგალითად ამერიკულ კომიქსებთან, ფილმებთან და ასე შემდეგ. ბიორდ დონეზე გთავაზობთ ისეთ სიტკომებს, სადაც გარკვეულწილად უკვე გრამატიკული კომპონენტები შემოდის, ტემპი არის საშუალო და პერსონაჟები არიან საკმაოდ მრავალფეროვანი. ჩვენ შემთხვევაში ეს შემოთავაზებებია How I Met Your Mother და დიდი აფეთქების თეორია. გადავედით C1 დონეზე. ამ ეტაპზე უკვე მოგეთხოვებათ, რომ კარგად გაიგოთ სწრაფი საუბარი, რთული აქცენტები, იდიომები და სარკაზმი. ამ დონისთვის შემოვინახეთ ჩემი ყველაზე საყვარელი სიტკომი. პრინციპში ამით ფილტრავ ხოლმე ვის უნდა ვიმეგობრო და ვის არა. ოფისის მოწონება არ მოწონების საკითხი მართლა არის მეგობრობის ლაკმუსის ტესტი. იმიტომ რომ თუ ადამიანს ოფისი მოსწონს, ეს ნიშნავს იმას, რომ აქვს აზროვნების უნარი, შეუძლია ჩაწვდეს ამ ხუმრობებს, შეუძლია კომპლექსური საკითხების განხილვა, აქვს კარგი დაკვირვების უნარი, იუმორის გრძნობა და რაც მთავარია, ძალიან მხიარული და პოზიტიური ადამიანია. ამ სიტკომში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სიტყვებით თამაშს. ყველაფერს დეტალურად უნდა დავაკვირდეთ, რომ კარგად გავიგოთ რეალურად რისი თქმა უნდათ ავტორებს. ერთ-ერთ ეპიზოდში ჩემი საყვარელი პერსონაჟი მაიკლი ამბობს: I'm not superstitious, but I am little stitious. I'm not superstitious, but I am a little stitious. მოდით შევეცადოთ ვთარგმნოთ ეს ფრაზა ქართულ ენაზე. დაახლოებით ეგეთი რაღაც გამოდის, რომ მაიკლს დიდად არ სჯერათ სრულწმენების, მაგრამ ცოტათი სჯერა. ქართულად უაზრობაა დამეთანხმები, ამიტომ ეს ხუმრობა რომ კარგად გავიგოთ, ინგლისური უნდა ვიცოდეთ. შესაბამისად, ინგლისური ენის სწავლის мотиваცია ოფისიც არის. კიდევ ერთი სიტკომი, რომელიც ამ დონეზე მინდა გირჩიეთ, არის Brooklyn Nine-Nine. ეს არის სერიალი, სადაც პერსონაჟები ძალიან გაუფილტრავად საუბრობენ ერთმანეთთან. არის ძალიან სწრაფი ტემპი, პერსონაჟები ასევე არ ცდილობენ რომ გამოთქმით ისაუბრონ და რაღაც გაგაგებინონ და ამ შემთხვევაში უკვე მაყურებელზეა დამოკიდებული, რამდენად ყურადღებით იქნება და რამდენად შეძლებს რომ კარგად გაერკვეს სიტუაციაში. ესეთი დაკვირვება მაქვს, რომ თუ ჩემს მეგობრებს არ მოსწონთ Friends-ი და არ მოსწონთ დიდი აფეთქების თეორია, მაშინ აუცილებლად მოსწონთ ხოლმე Brooklyn Nine-Nine და აუცილებლად მოსწონთ How I Met Your Mother. რაც თითქოს ორი კატეგორია არის ადამიანების. რომ შევაჯამოთ, C1 დონეზე გირჩევთ ისეთ სიტკომებს, სადაც ტემპი არის საკმაოდ სწრაფი, თვითონ შინაარსი არის ძალიან ავთენტური და მოითხოვს არა მხოლოდ ენის, არამედ კულტურის ცოდნასაც. და ჩვენ შემთხვევაში ჩვენი ტოპ არჩევანი არის ოფისი და Brooklyn Nine-Nine. ახლა კი შემოგთავაზებთ რჩევებს სიტკომების საშუალებით ინგლისურის ეფექტურად სწავლისთვის. როდესაც ხარ დამწყები, უმჯობესია სიტკომებს უყურო სუბტიტრებით, იმიტომ რომ თუ რაღაც გამოგრჩა, წაიკითხო, თვალი ადევნო და უკეთესად გაიგო შინაარსი. სუბტიტრებთან დაკავშირებით ხშირად არის ხოლმე კრიტიკა, რომ სუბტიტრები ძალიან მსხვილად და თეთრად წერია და ყურადღებას იქცევს, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს, რომ შეგვიძლია სუბტიტრების გადიდებაც, დაპატარავებაც, ფერის შეცვლაც, მოკლედ შეგვიძლია მოვირგოთ ისე, როგორც გვინდა და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ უნდა შევეცადოთ, რომ სუბტიტრები გავთიშოთ. სიტკომების შემთხვევაში ყველაზე ოპტიმალურია, რომ დავასრულოთ ერთი სეზონი ჩვენთვის ნაცნობ ენაზე და შემდეგ უკვე ამავე სეზონს მოვუბრუნდეთ თავიდან ინგლისურ ენაზე. ეს რჩევა შეიძლება ყველას არ გამოგადგეთ, მაგრამ ვისაც გამოგადგებათ, ძალიან ეფექტურია. როდესაც რაღაცა ფრაზას გაიგონებთ, რომელიც ძალიან საინტერესო და ავთენტურია თქვენთვის, დააპაუზეთ სერიალი და შეეცადეთ, რომ რამდენჯერმე გაიმეოროთ. ბოლო რჩევა დღეისთვის. შეეცადეთ, რომ ყველა სიტყვაზე არ ფოკუსირდეთ და უფრო მეტი ყურადღება მიაქციოთ კონტექსტის აღქმას. ნელ-ნელა დროთა განმავლობაში სიტყვა სიტყვითაც ძალიან მარტივად შეძლებთ შინაარსის გაგებას. თუ ახლა გვიყურებ და ფიქრობ, რომ აქ ჩამოთვლილი სიტკომები შენთვის არასაკმარისი გამოწვევა, მაშინ შეგვიძლია დავამატოთ ისეთი პატარ-პატარა ნიუანსები, როგორიც არის მაგალითად არქაული ენა, ან პროფესიული ტერმინოლოგია, ან თუნდაც აქცენტი. თუ გინდა შემოწმო, როგორ გესმის შუა საუკუნეების ინგლისური, მაშინ აუცილებლად უყურე Game of Thrones. თუ გინდა შენ თავი გამოსცადო უცნაურ აქცენტებში და განსაკუთრებით გინდა დააკვირდე, რამდენად კარგად გესმის იტალიურ-ამერიკული აქცენტი, მაშინ Sopranos კლანი შენთვის საუკეთესო ვარიანტია. ვისაც გინდათ, რომ შეეჭიდოთ ძალიან მძიმე ბრიტანულ ან ირლანდიურ აქცენტებს, გირჩევთ ისეთ სერიალებს, როგორც არის მაგალითად ჩემი უსაყვარლესი Crown-ი,
ვიკინგები ან Peaky Blinders. ვისაც გაინტერესებთ პროფესიული ინგლისური, მაშინ აუცილებლად უნდა სცადოთ House of Cards, განსაკუთრებით იმ ადამიანებს გირჩევთ, ვინც დაინტერესებულები ხართ პოლიტიკით და საერთაშორისო ურთიერთობებით. ახლა მე წავედი, ჩემს საყვარელ სიტკომს უნდა ვუყურო, შენ კი შენი რეკომენდაციები დამიწერე კომენტარებში.